რუსთავის სპორტის სასახლეში ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურის მატჩს უმასპინძლებს ქალთა ფრენბურთში. საქართველოს და ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრების შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ოფიციალური ვარჯიშის დასრულების შემდეგ ქართულ და ესპანელ სპორტსმენებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და რუსთავისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდილ ევროპულ თანამედროვე სპორტის სასახლეში მსგავს შეხვედრას უმასპინძლოთ და ასევე მქონდეს შესაძლებლობა რომ განსაკუთრებული წარმატებები უსურვოთ ქალთა ეროვნულ ნაკრებს. შეგიძლიათ ქალაქ რუსთავში სპორტის სასახლეში მობრძანდეთ და ერთად გულშემატკივროთ ქალთა ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებს, რომლებიც ევროპის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავენ ესპანელების წინააღმდეგ წარმატებას უშურვოთ ჩვენს ნაკრებს. ახლა გავდივართ მოსამზადებელ ეტაპს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის. გვაქვს პირველი თამაში ესპანეთის ნაკრებთან. მოლოდინები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან დავმარცხლით, ვფიქრობ, რომ წელს უპირატესობა გვაქვს, რადგან ვთამაშობთ სახლში.